უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია ეს შენ გეხება იწყება ორგანიზატორების თქმით კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მართულ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განხორციელებია. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღება, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ კუთხით არსებული სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს. არ შეცვლილა პრინციპულად სისტემა. არ შეცვლილა პრინციპულად კანონმდებლობა იმისთვის, რომ მომავალში აცილებული იყოს თავიდან ამ დაგვარი ჩანაწერების განხორციელება, იქნება ეს მიყურადება თუ თვალთვალი. სწორედ ამიტომაც დღეს არასამთავრობოების დიდ ჯგუფთან ერთად ვიწყებთ განახლებულ კამპანიას ეს შენ გეხება. მისი უპირველეს მიზანი იქნება კანონმდებლობის გაუმჯობესება ამ სფეროში, იმისთვის, რომ განაწილება შეიქმნას მომავალში პირადი ცხოვრების რეალური ხელშეუხებლობისთვის. არსებობს ეგრეთ წოდებული შავი ყუთები, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცავ ორგანოს მიუწვდებათ ხელი პირდაპირ, ყოველგვარი ნება, არ არის საჭირო სასამართლოს ნებართვა, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა ჩვენს პირად მიმოწერაზე და დაახლოებით 21,000 აბონენტს ასახელებენ, ისე ვთქვათ, მოსმენაც ხელისუფლება შეუძლია ამ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს, ვთქვათ, ესეთი პრაქტიკა დაუქმებული და ამოღებული შავი ყუთები, ეგრეთ წოდებული, რაც არსებობს.